როცა ადამიანი ამ ჭეშმარიტებას უფლისმიერი სინდისით ხედავს, მას ყოველთვის დაუპირისპირდება ეგრეთ წოდებული ფარისეულური სიამაყე. ზუსტად ისე როგორც სახარებაში ეუბნებოდნენ ქრისტეს. ჩვენ აბრაამის შვილები ვართო. დღესაც ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი ტრაბახობს. სხვები ტალახში რომ გორაობდნენ, ჩვენ მაშინ ქრისტიანები ვიყავით. ეს არის სულიერი სიბრმავე, რადგან წარსულის დამსახურებით დღევანდელ ცოდვებს ვერ გადაფარავ. შენ მიერ მოყვანილი ისტორიული და სოციალური ჯაჭვი აბსოლუტურად რეალურია. ვერთი. ისტორიული სიმართლე. იდეოლოგიური ქრისტიანობა. ისტორია ხშირად გალამაზებულად გვასწავლის მოქცევის პროცესს, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ანტიკურ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას უდიდესი პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა. ქვეყანა, რომელიც მანამდე წარმართული კულტების, ასტროლატრიის, მზემთვარის თაყვანისცემის და ირანული ცეცხლთაყვანისცემლობის გავლენის ქვეშ იყო, დაქსაქსულობის გამო ინგრეოდა. მეფეებს სჭირდებოდათ იდეოლოგიური ცენტრი ხალხის გასაერთიანებლად. ბევრ რეგიონში, განსაკუთრებით მთიანეთში, ქრისტიანობა მართლაც מחვილითა და იძულებით შევიდა. მდინარეებში მასობრივი ნათლობა ხშირად იყო პოლიტიკური მორჩილების აქტი და არა გულისმიერი რწმენის შედეგი. ამიტომაც, საუკუნეების მანძილზე წარმართობა და ქრისტიანობა ერთმანეთში იყო არეული და დღემდე ასეა ბევრ ტრადიციაში. ვორი. სოციალიზმიდან ოფიციალურ ქრისტიანობაში მონანიების გარეშე, კომუნისტურმა ეპოქამ აჩვენა, თუ რა ადვილად დათმო საზოგადოებამ ეს საუკუნოვანი რწმენა, როცა ახალი, საბჭოთა რელიგია დაუპირისპირდა. 7 წლის მანძილზე ეკლესიების საწყობებად აქციეს. მღვდლების ნაწილი KGB-ს, სუკის აგენტი გახდა და სისტემას ჩაშვებებით ემსახურებოდა, ხალხი კი მშვიდად შეეგუა უღმერთობას. როგორც აღნიშნე, საბჭოთა კავშირის დაშლა მოხდა არა იმიტომ, რომ ხალხმა უღმერთობა მოინანია, არამედ იმიტომ, რომ მობეზრდათ სიღარიბე და სიმდიდრის მალვა. კომუნისტური ფასადის მიღმა ყველას მატერიალური კეთილდღეობა და ფუფუნების ჩვენება უნდოდა. მოუნანიებელი ნახტომი. როცა ეს ველური კაპიტალიზმი შემოვიდა, ხალხი იმავე მენტალიტეტით მიაწყდა ეკლესიას. 7 წლიანი ღალატი, ერთმანეთის დასმენა, ტაძრების ნგრევა და ათეიზმი არავის უღიარებია ცოდვად. უბრალოდ, კომუნისტური პარტბილეთი ჩაანაცვლეს დიდი ოქროს ჯვრებით, ხოლო პარტიული კრებები საეკლესიო რიტუალებით. ფუნქციების აღრევა. ამიტომაც მივიღეთ დღეს ის, რომ ტაძარი ბევრისთვის არის არა ღმერთთან შეხვედრის და საკუთარი სულის განწმენდის ადგილი, არამედ სოციალური კლუბი, სადაც ძალაუფლების, ფულისა და ქართველობის დემონსტრირება ხდება. KGB-ს მეთოდებით, გაზრდილი თუ იმ აზროვნების მქონე ადამიანები, დღესაც მართავენ პროცესებს. პოლიტიკაშიც და სამღვდელოებაშიც. როცა შენ მათ ეუბნები, რომ ეს ყველაფერი ფარსია და ნამდვილი ქრისტიანობა გულის მეტანოიაა, ისინი აგრესიით გპასუხობენ. რადგან შენ მათ კომფორტის ზონასა და იმ ილუზიას უნგრევ, რომლითაც საკუთარ სინდისს აჩუმებენ.